ჯანდაცვის სტანდარტის წარმომადგენია ავერსის კლინიკა. ჯანდაცვის სტანდარტის სპონსორია წყალი მთის 0%-იანი ბრომატით. სურს შემოგთავაზოთ ვიდეო ისტორია ჯანდაცვის სტანდარტის შექმნის იდეაზე, რომელიც დაიბადა იმ საჭიროებიდან, რომ ჯანდაცვის და მედიცინის თემებზე საუბარი გასცდენოდა მიმდინარე თუ ერთჯერად სიახლეებს და გადაქცეული იყო სისტემურ და პროფესიულ სადისკუსიო პლატფორმად. რა იდეა და მისი არის წარმოდგენილი ტელეგადაცემა ჯანდაცვის სტანდარტის დაარსებით. რატომ ჯანდაცვის სტანდარტი და არა ნებისმიერი სხვა სათაურით გადაცემა მედიცინის და ჯანდაცვის შესახებ, რომელიც ისედაც მრავლად არის ქართულ მედია სივრცეში. რა გამოარჩევს მიდგომებში BMG-ს გუნდს და მის გამორჩეულ წევრს ამირან გამყრელიძეს ამ მედია პროექტის შექმნისას. ნახოთ ვიდეო ისტორია თუ როგორ დაარსდა ტელეგადაცემა ჯანდაცვის სტანდარტი. ასე დაიბრენდა არასრული 1 წლის წინ ქართულ მედია სივრცეში გადაცემა ჯანდაცვის სტანდარტი BMG-ს გუნდისგან. ყველაფერი დაიწყო კითხვით, როგორ შეიძლება ჯანდაცვის თემები საზოგადოებისთვის მეტად ხელმისაწვდომი გავხადოთ. საქართველოს მედია სივრცეში ბევრი სამედიცინო გადაცემა არსებობს, მაგრამ BMG-ს უნდოდა ახალი პლატფორმა, განსხვავებული, არა მხოლოდ სიახლეების გადმოცემით, არამედ საშუალება, სადაც ჯანდაცვის სისტემის გამოწვევებზე და შესაძლებლობებზე დიალოგი, მსჯელობა და დისკუსია იქნებოდა შესაძლებელი. BMG-ს მუშაობის სტანდარტია, წარმატების და ხარისხის კომბინაცია. ჩვენ ვიცით, როგორ ვაკეთოთ საქმე და გადაცემა, რომელიც არა მხოლოდ საინფორმაციო, არამედ პროფესიული, კომპლექსური და ღირებულებებზე დაფუძნებული. სწორედ ამიტომ ჯანდაცვის სტანდარტის კონცეფცია თავიდანვე მკაფიო იყო. მაღალი პროფესიული სტანდარტი, საინტერესო და მრავალფეროვანი რესპონდენტები, აქტუალური თემებით. ჯანდაცვის ინდუსტრია საკმაოდ დიდი ინდუსტრია და მათ შორის ბიზნესიც. შესაძლოა ვიღაც არ მოსწონს ამ სფეროს, რომ ბიზნესი ეძახიან, მაგრამ თუ არ იქნება ეს სფეროც მათ შორის ბიზნესი, ის ვერ განვითარდება და ამ მიმართულების განვითარება ამ ქვეყანასაც და ყველას ძალიან ჭირდება. შესაბამისად, საქმიან ეთერებს ძალიან სჭირდებოდა ჯანდაცვის მიმართულებასთან დაკავშირებით უფრო მეტი დროის დათმობა. და როცა გეძლება შანსი, რომ ასეთი პროფესიონალი იყოს შენი გუნდის წევრი და მისი ექსპერტიზა იყოს შენი აუდიტორიისთვის გაზიარებული, ეს შანსი აუცილებლად უნდა გამოიყენო. ამირან გამყრელიძის ფაქტორიდან გამომდინარე, გადაცემის სახელით მარტივი შესარჩევი აღმოჩნდა. არ იყო ადვილი მოსაფიქრებელი, მაგრამ როდესაც ეს სახელი გაჟღერდა, ყველანი დარწმუნებული ვიყავით, რომ ამირან გამყრელიძე და ის გუნდი, ვინც ამ გადაცემას გააკეთებდა, ზუსტად იმ სტანდარტს შესთავაზებდა საქმიან მაყურებელს, რაც ჩვენი ეთერებიდან აუცილებელი იყო, რომ გაჟღერებულიყო. სტანდარტის შექმნაში დიდი წვლილი ამირან გამყრელიძეს მიუძღვის, რომელმაც გამოგვიცხადა ნდობა და გახდა BMG-ს გუნდის წევრი, ჯანდაცვის სტანდარტის თანაწამყვანი ნინი ლონგურაშვილთან ერთად. იქამდე ვიდრე ყოველ კვირას 12-ის ნახევარზე ჯანდაცვის სტანდარტი BMG-ზე დაიწყება, დაგეგმვის პროცესი ყოველდღიური და სტრუქტურირებულია. ყოველკვირეულად ჩვენი გუნდი იკრიბება სამსჯელოდ, ვარჩევთ თემებს, რომლებიც საზოგადოებისთვის აქტუალურია, ვითანხმებთ რესპონდენტებს და ამ პროცესში დიდი ყურადღება ექცება დეტალებს. ისე, რომ თითოეული გადაცემა იყოს ხარისხიანი, თანმიმდევრული და მაყურებლისთვის გასაგები. გიორგი ისაკაძე, რომელიც ჩემი უმცროსი მეგობარია, ჩვენ დიდი ხანი გქონდა საუბარი, წინასწარი, რომ მის ტელეგადაცემებში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ყურებადია და მომწონს ძალიან, ბიზნეს მედია ჯორჯიაზე, ყოფილიყო რაღაც ცოტა განსხვავებული გადაცემა, რომელიც ისაუბრებდა ძირითადად გლობალურ გამოწვევებზე, რაც ერთ-ერთი ჩემი მთავარი თემაა, რასაც თქვათ, უკვე დიდი ხანია ვასწავლე ჩემს დოქტორანტებს, სტუდენტებს. ფორმატზე ბევრი არ გვიფიქრია და არც იმ იდეაზე როგორ უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ ვფიქრობ BMG-მ წლების განმავლობაში, ვიდრე ეს ბრენდი არსებობს ბიზნეს მედიაში, საქართველოში და რეგიონში, აქვს უკვე თავისი სტანდარტი და ისიც ვიცოდით, ჯანდაცვის სტანდარტი როგორი სტანდარტის უნდა ყოფილიყო. თუმცა ყველაზე მთავარი, რაც ჯანდაცვის სტანდარტს გამოარჩევს, სხვა მედია პლატფორმების ჯანდაცვის და სამედიცინო გადაცემებიდან არის ის, რომ ჩვენ მოვახერხეთ ასევე ამირან გამყრელიძის დახმარებით და ჩართულობით, რომ ქართველ საზოგადოებას და საქართველოს გავაცანით ქართული სამედიცინო დიასპორა, რომლებიც არიან ძალიან მრავლად განვითარებულ ქვეყნებში, არიან ძალიან წამყვან კლინიკებში მუშაობენ არაჩვეულებრივ პოზიციებზე, რომლებსაც აუცილებლად უნდა იცნობდეს ქართული საზოგადოება. ამიტომ ვფიქრობ, ჯანდაცვის სტანდარტმა მოახერხა არასრული 1 წლის განმავლობაში თავისი სტანდარტი დაედო ამ ინდუსტრიაში.
დეკემბერში BMG-ს ჯანდაცვის სტანდარტი მოხვდა სტუდია Movement-ის ვიდეოში, რომლის გმირიც ამირან გამყრელიძე გახლდათ. ბატონი ამირანი ჩვენი პროექტისთვის არა მხოლოდ ავტორი და პროფესიონალი პარტნიორი, არამედ გამორჩეული პიროვნება, რომლის გამოცდილება საქართველოსთვის სამაგალითოა. Movement-ის გუნდის მაღალი დონის წარმოებით ჯანდაცვის სტანდარტმა მოიცვა აუდიტორია და მოგვცა შესაძლებლობა ჯანმრთელობის თემაზე საინტერესო ისტორიები და ცოდნა გადავცეთ პირველ რიგში ახალ თაობას. ბევრი ერთამისო. უბრალოდ იმასკენი. ყოველკვირეულად გადაცემას ვამზადებ. მოწარდეს ჩემს ორნეჩკული. მოგესალმებით, ეს ყოველკვირეული ჯანდაცვის სტანდარტი არის ნინი ლონგურაშვილთან და ამირან გამყრელიძესთან ერთად. მოგესალმებით, დღეს კვირა დღეა. ჩვენი ჯანდაცვის სტანდარტის დრო ვიწყებთ ახალ გადაცემას, რომელიც ეძღვნება ჯანსაღ სიბერეს. საკმაოდ საინტერესო თემაა, რომელიც ყველას შეგვეხება რაღაცა დროს და ამიტომ ვფიქრობ, საინტერესო დისკუსია გვექნება. ნახეთ, ცხოვრების დასასრულს უკვე ჟურნალისტის გავხდი რა გეცა. და მოგწონთ ბატონ ამირან? და ჟურნალისტი წამყვანობა, მაგრამ დამსინიან სახში. 2026 წლის გეგმა მეტი მსჯელობა, სამედიცინო სფეროს სისტემური განხილვები, სამედიცინო ინოვაციური პროექტები და საერთაშორისო სამედიცინო პლატფორმების განვითარება. მადლობა პარტნიორებს, რესპონდენტებს და მაყურებლებს, რომ ერთად ვქმნით მედიაში სივრცეს, რომელიც ხელს უწყობს ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესებას. 26 წელი იქნება ახალი სიახლეებით სავსე და მოსახლეობას როგორც ექიმი მიმართავ, რომ მინდა უსურო ჯამრთელი და ბედნიერი 20-26 წელი. თითოეულ ოჯახში მთავარია იყოს კარგი ჯანმრთელობა და ბედნიერება და დანარჩენი ყველაფერი იქნება. როგორც გადაცემის ავტორი და წამყვანი, ჩემს საავტორო პროლოგში შევეცდები ერთგვარად შევაჯამო 2025 წლის სატელევიზიო სეზონი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მედია პროექტი ჯერ ერთი წლისაც არ არის, 2025 წლის თებერვლიდან BMG TV-ს ეთერში ყოველკვირეულად დაიწყო ახალი გადაცემა, ჯანდაცვის სტანდარტი, რომელიც თავიდანვე ჩამოყალიბდა არა როგორც მორიგი სამედიცინო ტოკ-შოუ, არამედ როგორც საზოგადოებრივი დიალოგის სივრცე ჯანდაცვაზე, მის ღირებულებაზე, ხარისხზე, სტანდარტებსა და მომავალზე. გადაცემის იდეა ეკუთვნის სააგენტოს მმართველ პარტნიორს გიორგი ისაკაძეს და უკვე პირველი თვეებიდან ცხადი გახდა, რომ ეს იდეა ზუსტად პასუხობს დროის მოთხოვნას. BMG-ს მიზანმიმართული და შედეგზე ორიენტირებული გუნდისთვის თავიდანვე ნათელი იყო, რომ ჯანდაცვის თემაზე მუშაობა მხოლოდ საინფორმაციო ჩარჩოში ვერ მოექცეოდა. ჩვენი ამოცანა და მიზნები გაცილებით ამბიციური იყო. ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალებთან ერთად შეგვექმნა ისეთი პლატფორმა, რომელიც დარგის განვითარებისთვის მაღალი სტანდარტის ჩამოყალიბებას შეუწყობდა ხელს. და პროლოგის დასასრულს მადლობას ვუხდით ყველა პარტნიორს, სამედიცინო საზოგადოებას და რა თქმა უნდა მაყურებელს და მკითხველებს, რომელთა მხარდაჭერის გარეშე ამ ტიპის მედია პროექტების განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა. სწორედ იმისთვის შეიქმნა ეს მედია პლატფორმა, რომ საზოგადოებრივ დისკუსიებში გაძლიერებულიყო ჯანდაცვის საკითხებზე საუბარი და ჩამოყალიბებულიყო ისეთი დონის სტანდარტი, რომელიც მომავალშიც ამ დარგის ორიენტირად დარჩება. ჩვენ მალე დაგიბრუნდებით, გიორგი ისაკაძე ემზადება, რომ შემოვერთდეთ ეს გადაცემას, რომელიც ჩვენს არხზე მისი იდეით და ხედვით ჩაეშვა. ამიტომ მას უნდა ვკითხოთ, როგორ დავწყეთ პროექტი და რას ვპირდებით 2026 წლისთვის ჯანდაცვის ინდუსტრიას. არსებობს უამრავი ავადმყოფობა, ჯანმრთელობა კი ერთადერთია. შნიცლერი. მოგესალმებით, გიორგი. გამარჯობა კიდევ ერთხელ. კარგია ყოფნა. მადლობა მოწვევისთვის. კარგია ჯანდაცვის სტანდარტში სტუმრის ამბულაში ყოფნა. როგორც იქნა ამასაც მოვესწავლე. როგორ არის ახლა? მე გავხდი არა ბატონო წამყვანი და თქვენ ისეთი ტვირთი აიღეთ თქვენ თავზე, რომელიც ამ ყველაფრის მენტორობას უკავშირდება, რომელიც გაცილებით მეტია ვიდრე უბრალოდ წაყვანა ამ ტელეპროექტისა, არ ვიცი, ისე შესავლისთვის, რასაც მოუყვები, მართლა ორთავე აქ ბრძანდებით, ვისაც უკავშირდება ჯანდაცვის სტანდარტის დაარსება. და უსმენთ წეგან ნინის შესავალსაც და დიახ, ჯანდაცვის სტანდარტის თემა ჯანდაცვაზე გადაცემა რომ უნდა გადაკეთებულიყო მთლიანად ეკუთვნის ნინის, მაგრამ მოხდა ისე მერე რომ ჩვენ დაველოდეთ
იმ გადაწყვეტილებას, რაც ბატონმა ამირან გამყრელიძემაც მიიღო მერე რომ საჯარო სამსახურში პატარა პაუზა გაეკეთებინა და ყოველ შემთხვევაში ჩვენთვის პატივია რომ ის შემოუერთა ამ პროექტს და ამას უკვე უძღოდა ბატონ ამირან მეორე სერია, ჩემი და თქვენი რამდენიმე თვიანი მსჯელობა ჯერ ჩართვაზე და მერე უკვე ფორმატზე. მერე უკვე გაჩნდა სტანდარტი, რომელმაც პრინციპში მოხსნა ყველაფერი და თავისი მაზანდაც დააწესა. ის ნიშა რაც დავიჭირეთ რომ მაქსიმალურად ჩვენი დიასპორა, ქართული დიასპორა, სამედიცინო დიასპორა მოყავს ხელოვნებაში აქტიურად შემოგვიყვანა, ამან გაამართლა, იმიტომ რომ მართლაც ძალიან დიდია ეს დიასპორა უკვე და ღმერთმა ამრავლოს ისინი გლობალიზაციის პერიოდში უკვე, მანძილს აღარ აქვს აზრი დღეს იმდენად რომ მათ შეუძლიათ ყოველდღიურ ქართული სამედიცინო დახმარების და ჯანდაცვის რეალობაში აქტიური მონაწილეობა კარგად მიიღონ და უფრო მეტი დარწმუნებული ვარ 2026-ში ჩვენ გვყოლებიან წარმატებული ჩვენი ექიმები სხვადასხვა ქვეყნებიდან და ეს მხოლოდ წაადგება ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის განვითარებას და ეს ფიქრობ რომ ეს know-how ამ შემთხვევაში BMG-ს და ამიტომაც ის სიახლეები, რასაც ჩვენ რეალურად გეგმავთ, აუცილებლად მოიცავს ეს ჩემი თავისთვის დავალებად მაქვს მიცემული, რომ 2026 წელს აუცილებლად ჩვენ ჩავატარებთ კონფერენციას, ანუ ჯანდაცვის სტანდარტის ეგიდით, ეს იქნება სამედიცინო ჯანდაცვის სისტემებთან დაკავშირებული კონფერენცია, სადაც სწორედ ის ახალი ყოველთვიური რუბრიკის მსგავსად, როცა აქ 2 საათის განმავლობაში შეიკრიბებიან მიმართულებების სამედიცინო და ჯანდაცვის ლიდერები. იქნება ეს, რა ვიცი მე, ონკოლოგია, ჰემატოლოგია, რეპროდუქტოლოგია, რასაც 12 მიმართულება, რასაც ავირჩევთ. ეს იმ დღის განმავლობაში, ერთი დღე იქნება თუ 2 დღე იქნება, ჩვენ დაუთმობთ სხვადასხვა პანელებს, სადაც არა მარტო ჯანდაცვის სტანდარტს, ადამიანები უნდა ჩამოვიდნენ და გააზიარონ. ის იდეაც რომ ჯანდაცვის სტანდარტმა შვა მერე უკვე ახალი ვთქვათ გადაცემა და ვებგვერდი მეტსკრიპტუმი, რომელმაც უკვე თავისი გამოხმაურებები აქვს სერიოზული და კარგი, ეს კიდევ უფრო მეტად, ასე ვთქვათ, გამრავლდება დარწმუნებული ვარ. სხვადასხვა უბრალოდ ბატონო ამირან აუხსნი რა, წეგან უკავშირზე როცა ვსაუბრობდი, უბრალოდ რაღაცეები პროფილურად ვეღარ ეტეოდა ჯანდაცვის სტანდარტის წიაღში. ვერ ეტევა ქრონომეტრაჟულად, იმიტომ რომ არ შეიძლება მაყურებელიც, შენი მსმენელი და მკითხველიც გადაღალო იმაზე მეტ. ამიტომ გაჩნდა სხვა ტიპის ნიშის, ტექნოლოგიურ სხვა ისეთ თემებზე ორიენტირებული პროდუქტი, რომელიც თავისი ნიშიდან აღარ გამოვა. BMG მაინც თუ ფარავს რაღაცა უფრო დიდს და უფრო განსხვავებულს სისტემურ დონეზე, მეტსკრიპტუმი როგორც მედია პლატფორმა ტიპიურად სხვა იქნება და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ის რეალურად საერთაშორისო გახდება, როგორც დღეს უკვე 4 ენაზე არის BMG, აი მეტსკრიპტუმიც გლობალურად ამას აყვება და ჩვენი ინვესტიციაც ჯანდაცვის აი ამ მიმართულებით ალბათ ამითი იყო განპირობებული, რომ მეტსკრიპტუმთან გადავწყვიტეთ ესეთი კონტაქტი და ფაქტიურად ერთნი ვართ უკვე. ნახოთ რა გამოვა. მე დიდი იმედი მაქვს, რომ სწორ არჩევანს ვაკეთებ. მინდა რომ BMG-ს მაყურებელმა იცოდეს, რომ ძალიან სიფრთხილით ვკითხე ბატონ ამირანს საქართველოში არსებულ კლინიკებთან დაკავშირებით შეიძლება თუ არა, რომ მათი სტანდარტის ასე ვთქვათ ისტორიების მოყოლა გამოიკვეთა ცალსახად 2-10-მდე მინიმუმ ესეთი კლინიკა, რომელზეც შეიძლება სწორება და თქმა თავისი შესაბამისი საერთაშორისო შეფასებები და ყველაფერი და თვეში ერთხელ ასევე ჩვენ ამ ტიპის კლინიკებს თავისი შესაბამისი დასაბუთებებით, ექსპერტიზებით წარმოვადგენთ და ხო გვექნება მინიმუმ ყოველ კვარტალში ცდილობა, რომ მოვყვეთ იმ არაჩვეულებრივი ისტორიების შესახებ, რომელიც საქართველოს მედიცინის და ჯანდაცვის საფუძვლებს და ისტორიას უკავშირდება და რას გულისხმობს. მადლობა ღმერთს, საქართველოში არის ეგრეთ წოდებული მემკვიდრეობითი გვარობრივი მიმართებები, დინასტიები, სამედიცინო დინასტიები, რომელიც ძირითადად საქართველოშია, მაგრამ უკვე უცხოეთშიც მოიქცია და
მე დიდი იმედი მაქვს რომ ამ ისტორიების შემთხვევაში ვცადოთ უნდა და მე მგონი კი რომ ეს საინტერესო იქნება ლეგენდები რეალობად ვაქციოთ და ვაჩვენოთ ადამიანებს ის გვარები და სახელები რომლებიც დებენ ამ სტანდარტს უმაღლეს სტანდარტს საქართველოს მედიცინაში აი ეს არის ეს იქნება სტანდარტი 2026. ეს იქნება სტანდარტი 2026-ში. ოღონდ იმ დათქმით ერთად დავიწყე. თქვენ ისნებართვით, რომ ჯანდაცვის სტანდარტი, რომელიც შედგა არასრული 1 წლის არის და ეს არის ალბათ საუკეთესო შედეგი სატელევიზიო პროექტისთვის, რაც კი შეიძლება იყოს ამ არასრული 1 წლის განმავლობაში, არის ცოცხალი ორგანიზმი და ის პასუხობს იმ მოთხოვნებს, რაც რეალურად ბაზარზე ხდება. შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია გეგმებზე ვთქვათ, რაც ვაპირებთ, მაგრამ შეიძლება რაღაცა დაგვემატოს, რაღაცა მოუვაკალდეს და ესე გავაგრძელებთ მომავალშიც. დიდი მადლობა. მადლობა გეგმების გაზიარებისთვისაც, ჩვენი მაყურებლებისთვის და იმ შეფასებისთვის. თუმცა ერთია ჩვენ რა გვინდოდა რომ გამოსულიყო და ვფიქრობ გამოგვივიდა და რა გვინდა 2026-ში, მაგრამ საინტერესოა იმის მოსმენაც როგორ აფასებენ ხო სამედიცინო საზოგადოება ჯანდაცვის სტანდარტის აი ამ რამდენიმე თვიან 57 გადაცემას აწუყე ხო გიორგი ისაკაძეს მასპინძლობდით BMG-ს გენერალურ პროდიუსერს ჯანდაცვის სტანდარტში და ახლა კიდევ ერთ ვიდეო კოლას შემოგთავაზებთ, რომელიც უკვე დაგიანონსეთ ნაწილობრივ, როგორ აფასებენ მედიცინის აკადემიური, სამეცნიერო, კლინიკური და ბიზნეს წრეები ჩვენი ახალი მედია პლატფორმის ჯანდაცვის სტანდარტის არსებობას მედია სივრცეში. რა ადგილი დაიკავა და როგორ დაიმკვიდრა თავი ჯანდაცვის სტანდარტმა, როგორც პროფესიულ წრეებში, ასევე ფართო საზოგადოებაში. თქვენთვის კარგად ნაცნობი წარმომადგენლები ჩვენი საზოგადოებას აფასებენ ჯანდაცვის სტანდარტის დებიუტს და პირველ სატელევიზიო სეზონს. უკიდურესად მნიშვნელოვანი არის გლობალური გამოცდილების ცოდნა ჯანდაცვის სისტემების მოწყობის იმისათვის რომ მათი მიღწევების და შესწავლების გარკვეული ექსტრაპოლაცია მოხდეს რეალურ გამოწვევებთან მიმართებაში და ამ მხრივ არის ალბათ ერთ-ერთი გამორჩეული გადაცემა ჯანდაცვის სტანდარტი რომელიც ჩემი აზრით დიდი წარმატებით ახორციელებს ამას, როდესაც მას შეუძლია გამოიყენოს არაჩვეულებრივი სპეციალისტების ექსპერტიზა გლობალური და ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემების გრძელვადიანი ცოდნის და შეუძლია გააკეთოს ამისი ანალიტიკა ისე რომ ეს თანაბრად არა მარტო საინტერესო, არამედ მნიშვნელოვანი და გამოსადეგი გახდეს იმ სექტორებისათვის, რომლებიც ჩართულები არიან ჯანდაცვის სისტემის მართვაში. ეს პროფესიონალების შეხვედრა ძალიან საინტერესოა, როცა მოწვეული არიან როგორც სახელმწიფოს წარმომადგენლები, ასევე ექსპერტები სხვადასხვა დარგის საერთაშორისო პრაქტიკის განხილვახი და მაგალითად საფრანგეთის ჯანდაცვის სისტემა, ეს უმნიშვნელოვანესია. ეს ხდება დიალოგის რეჟიმში, ხდება ასთა გასვლის რეჟიმში, ხდება მით უმეტეს ადამიანების მიერ ბატონი ამირანი წარმომადგენელი, რომელსაც უდიდესი გამოცდილება აქვს. ბატონი ამირანი გარდა ყველაფრისა ერთ-ერთი ჩვენი თაობის მასწავლებელიც არის და ნამდვილად საინტერესო გადაცემები აქვს და სიამოვნებით უყურებ. ზოგადად სამეცნიერო გადაცემების სიმრავლე არის ქვეყანაში და ამას მივესალმებით ჩვენ, ვინაიდან ეს ძალიან უწყობს ხელს მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლებას და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას. ამასთან გარკვეულ ორიენტირებს აძლევს მას და ძალიან მნიშვნელოვანია ეს. ხოლო რაც შეეხება ჯანდაცვის სტანდარტს, პირველ რიგში ალბათ ეს განაპირობა მაინც BMG-ს რეპუტაციამ, იმიტომ რომ დიდი ხანია თვალს ვადევნებ და საკმაოდ დადებითად ვაფასებთ და ამირანის ფაქტორიც მნიშვნელოვანი იყო და თავად გადაცემის ეხლა ჩვენ როდესაც მივიღეთ გადაწყვეტილება ჯერ გადაცემა არ იყო, მაგრამ დარწმუნებული ვიყავით რომ წარმატებული და კარგი გადაცემა იქნებოდა და არ შევცდით ამაში. თქვენს გადაცემას ძალიან დიდი როლი აქვს. ჯერ ერთი იმიტომ რომ წარმოაჩინა ის პრობლემები, რომელიც არის ჯანდაცვაში და ეს აუცილებელია პრობლემის გარეშე არც ერთი ქვეყნის ჯანდაცვა არ არსებობს და არ არსებობს და არც ჩვენი არსებობს. ამის გარდა თქვენ ძალიან კარგი გადაცემები გააკეთეთ იმ წარმატებულ პროექტებზე, რომელიც ამ ქვეყანაში ჩატარდა და მათ შორის ცეგებატიძე, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას გეუბნებით ყოველთვის, იმიტომ რომ ცეგებატიძე ჩემთვის საკუთარი შვილივით გაზრდილი პროექტია. და მომავალში თუ გააგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას, ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, რომ ადამიანები გამოვიდნენ ამ სოციალური ქსელებით მკურნალობისგან და მიმართონ თქვა სამედიცინო დაწესებულებას. ამიტომ მე ვფიქრობ, თქვენ ძალიან დიდ საქმეს აკეთებთ.
თვითონ ეს გადაცემა ამირანის დამსახურები და დიდი პროფესიონალიზმით რაც ამირანის გააჩნია, ყველა საინტერესო გადაცემა და ყველაზე სანდო გადაცემა. ჯანდაცვის სისტემაში არც თუ ისე ცოტა გამოწვევა გვაქვს და ამ გამოწვევას ჩვენ შეგვიძლია ვუპასუხოთ ძალიან კარგი და სწორი კომუნიკაციის ფორმატით, რომელიც ეს არის სატელევიზიო დებატების ფორმატი. და ვინ თუ არა ბატონ ამირანს ძალიან კარგად შეუძლია სხვადასხვა საკითხების ისე აკადემიურ ფორმატში წამოწევა და მსჯელობა, რომ ეს შეიძლება იყოს ძალიან ლოგიკური და ძალიან კარგი მესეჯ ბოქსი პოლიტიკის განსაზღვრელისთვის. მისი აქტიური მონაწილეობა გადაცემა ჯანდაცვის სტანდარტში ამ გადაცემას მართლაც განსაკუთრებულს ხდის, იმიტომ რომ ერთობლივად ამ რესურსების გაერთიანებით შესაძლებელი არის ქვეყნისათვის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი სტრუქტურირება ესეთი რთული და კომპლექსური საკითხის, როგორც არის ჯანდაცვის სისტემის მოწყობა. აზრი ის არის, რომ აი ამ საუბრის, აი ამ თითოეული გადაცემის მოსმენის შემდეგ, ხო, ისევე როგორც ჩვენ, ისევე როგორც პაციენტი, რომ პაციენტთა ორგანიზაციებიც არის საუბარი, ხო? ყველა მათგანს გამოაქვს თავისთვის რაღაცა გარკვეული დასვნა და დიდი იმედი გვაქვს, რომ სახელმწიფოსაც გამოაქვს დასვნა რეგულატორებს, ანუ აი ეს დიალოგი ყოველთვის ამ გადაცემის ბოლოში ყოველთვის არის დამაფიქრებელი, ანუ არის საფიქრალი და არის ის რისი იმპლემენტაცია შეიძლება. ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს გაძლევს საშუალებას, რომ გაანალიზო ბევრი საკითხი, შეიძლება სხვა კუთხითაც, სხვა თვალით შეხედო, კრიტიკულად ეთანხმები რაღაც ბევრ საკითხებს, არ ეთანხმები, შეიძლება რაღაცებს ეთანხმებოდე, რაღაცებს არ ეთანხმებოდე, მაგრამ ზოგადად ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა. რაც უფრო მეტი ინფორმაცია ექნება მოსახლეობას ამ შემთხვევაში ჯანდაცვის სექტორზე, მით უფრო ადვილია ადამიანებისთვის სიახლეების მიღება, არჩევანის გაკეთება და ასე ვთქვათ, ფსიქოლოგიური სიმშვიდე, რომელიც მოდის ინფორმირებულობიდან. და დასასრულს კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ 2026 წელი ახალი ეტაპია ჯანდაცვის სტანდარტისთვის. და გეგმილია საქართველოს წამყვანი კლინიკების სტანდარტის სერიის დაწყება. ტოქ-შოუები ჯანდაცვის საკვანძო დარგებზე, სამედიცინო დინასტიების წარმოჩენა და გლობალურ თემებზე დისკუსიების გარღმავება სამედიცინო განათლებისა და მეცნიერების განვითარების ჩათვლით. ეს ნიშნავს, რომ ჯანდაცვის სტანდარტი აღარ არის მხოლოდ გადაცემა, ის ხდება პლატფორმა, რომელიც აკავშირებს ცოდნას, გამოცდილებასა და პასუხისგებლობას. იმიტომ რომ სტანდარტი სტატიკური ცნება არ არის, ის ცოცხალი უწყვეტი პროცესი არის, რომელიც ვითარდება დროსთან, ცოდნასთან, ტექნოლოგიებთან და პრაქტიკასთან ერთად. სწორედ ამ პროცესში აქტიური მონაწილეობა განსაზღვრავს, როგორი იქნება საქართველოს ჯანდაცვა ხვალ. უფრო სამართლიანი, უფრო ხარისხიანი და უფრო მეტად ადამიანზე ორიენტირებული. ამ ცვლილებების მხარდაჭერა და საზოგადოებრივ დისკუსიაში გადმოტანა კი ჩვენი გუნდის და ჯანდაცვის სტანდარტის მისია არის. ჯანმრთელობა ცხოვრებაში პირველი მოვალეობაა. ოსკარ უაილდი. ჯანდაცვის სტანდარტის წარმომადგენია ავერსის კლინიკა. ჯანდაცვის სტანდარტის სპონსორია წყალი მთის 0%-იანი ბრომატით.